დაიწყება თუ არა რეპრესიების და დაკავებების ახალი ეტაპი არალეგიტიმური პარლამენტის და მთავრობის არაღიარების გამო. ოლიგარქის პარტია სისხლის სამართლის კოდექსში ახალ ცვლილებებს აანონსებს, რომლის მიხედვით დაისჯებიან მოქალაქეები, ვინც ივანიშვილის რეჟიმს არ აღიარებს. ამის შესახებ პირველად ივანიშვილის ერთ-ერთმა დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ გამოაცხადა, მისი თქმით, თუ პარლამენტი თანახმა იქნება, შესაძლოა კანონით განისაზღვროს, რომ სისხლის სამართლის წესი დაისაჯოს პირი, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ. ინიციატივას ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეც დაეთანხმა. ნინი ბალანჩივაძე განაგრძობს ახლა ამ თემის დეტალებზე საუბარს. ნინი, ხომ არ დაასახელეს უკვე პირველი სამიზნეებიც ქართული ოცნების დეპუტატებმა? დიახ, დავიწყებ იმით, რომ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ უკვე დაადასტურა ის, რომ ივანიშვილის გუნდის წევრები ემზადებიან მორიგი ინიციატივის დასამტკიცებლად. ამაზე აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს გუნდში და სავარაუდოდ ახლო მომავალში უკვე ქართული ოცნება დააინიცირებს მორიგ ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსში, რომლითაც უკვე ემუქრებიან ნებისმიერ ადამიანს, ვინც გადაწყვეტს, რომ არ აღიაროს ოცნების ხელისუფლება და ამ მხრივ დღეს გამოირჩეოდა შალვა პაპუაშვილი, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ დაასახელა თუ ვინ შეიძლება იყოს ქართული ოცნების სამიზნე, მათ შორის არის სალომე ზურაბიშვილი, რომელთან დაკავშირებითაც მან გააკეთა განცხადება, რომ განსხვავებულ რეალობას თავაზობს ის საზოგადოებას და მან უნდა აღიაროს პრეზიდენტის ინსტიტუტი, უნდა აღიაროს ყველა კონსტიტუციური ინსტიტუტი ქვეყანაში და მათ შორის ეს უნდა აღიარონ როგორც პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, ასევე სამოქალაქო აქტივისტებმა, ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც ამ დრომდე არ აღიარა ოცნების ლეგიტიმაცია. დღეს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე ამ ნაწილში აქცენტს აკეთებდა გერმანიასთან დაკავშირებით, რომ გერმანიაშიც აიკრძალა პოლიტიკური გაერთიანება, რადიკალური მემარჯვენე ექსტრემისტული გაერთიანება და აქაც ექსტრემისტად მოიხსენიებს ნებისმიერ ადამიანს, ვინც არ აღიარებს ქართული ოცნების ხელისუფლების ლეგიტიმაციას და პრინციპში თუ დღეს შალვა პაპუაშვილის განცხადებების მიხედვით ვიმსჯელებთ, გუშინ შემთხვევითი არ იყო ის მსჯელობა, რომელიც გაიმართა ოცნების პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, როდესაც ოცნების დეპუტატები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რა მექანიზმი შეიძლება რომ ამოქმედდეს იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც არ ცნობენ კონსტიტუციურ ორგანოებს და არ ცნობენ ოცნების ხელისუფლებას, ლეგიტიმურ ხელისუფლებას და იქ მოვისმინეთ ჩვენ არჩილ გორდულაძის პასუხი, რომელიც სავარაუდოდ უკვე შეთანხმებული იყო გუნდში და მისი ინიციატივა, როგორც უკვე თქვენც უთხარით მაყურებელს, არის ის, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ უკვე დადგეს კონკრეტული პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება პატიმრობაში, ვინც არ აღიარებს ოცნების ხელისუფლებას. ეს ეხება გააზრებულ პოლიტიკას, ესე ვთქვათ, გააზრებულ მიმდინარეობას, მიმართულებას თუ ასე შემდეგ, რომლის მიზანი არის, რომ საზოგადოების ნაწილი ან მათი მომხრეების ნაწილი ან მომხრეები დაარწმუნონ იმაში, რომ სახელმწიფო არ არსებობს, სახელმწიფო გაუქმებულია, არ არსებობს კონსტიტუციური ორგანოები, ეს იდეოლოგია ჩაუნერგონ იდეოლოგია, რომ კონსტიტუციური ორგანოები არ არსებობს, პრეზიდენტი არ არსებობს, პარლამენტი არ არსებობს, კანონები არ არსებობს, არაფერი არ არსებობს და ხელისუფლება თუ ძალაუფლება არის და ესეც მათი ტერმინოლოგიები რო არის, ძალაუფლება არის ქუჩაში და საჭირო უბრალოდ ხელი მოვკიდოთ და ავიღოთ. ჩვენ გვყავს აქ ერთი ქალბატონი, რომელიც ამობს არის პრეზიდენტი საქართველოსი, პრეზიდენტის სტანდარტი უდგას ხოლმე. მასთან კარგია რომ ბოლო პერიოდში ელჩები მას აღარ ხვდებიან, თუმცა ჩვენ გვახსოვს კადრები, სადაც მასთან მიდიოდნენ ელჩები და პრეზიდენტის სტანდარტი ედგა თვითმარქვია პრეზიდენტს. ციისთვის ოცნების მორიგი ინიციატივა ადასტურებს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი შეწუხებული არის იმით, რომ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ქართული ოცნების ლეგიტიმაციას. შესაბამისად, ისინი ყოველ ნაბიჯად ცდილობენ, რომ დაამტკიცონ ისეთი რეპრესიული კანონი, რომლითაც აღიარებას მოიპოვებენ, თუმცა ოპოზიცია თანხმდება იმაზე, რომ ვერც ამ შემთხვევაში ეს მორიგი ინიციატივა ვერ იმუშავებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ვინაიდან ყველამ ძალიან კარგად იცის მათი შეფასებით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება ვერ იქნება ლეგიტიმური, ვიდრე არ ჩაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და მათ შორის არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები.
ის რომ ივანიშვილის რეჟიმს ლეგიტიმაცია არ აქვს და ამით ძალიან წუხდებიან, ამის ნათელი დასტურია მათ შორის მთელი ის რეპრესიული კანონები, რომელსაც უკვე იღებენ და მეორე მხრივ ის რომ აპირებენ ისეთი ტიპის იმ ტიპის კანონის შემოტანას, რომელიც ყველა ადამიანს, ვინც მათ არ აღიარებს, ციხეში გაუშვებს და ეს დაანონსა გორდულაძემ და ამას დაეთანხმა შალო პაპუაშვილის შესაბამისად. რა თქმა უნდა, მთავარი სამიზნე ამ შემთხვევაში პირველ ჯერზე არის პრეზიდენტი ზურაბიშვილი და შემდგომ უკვე დანარჩენი ყველა, ვინც ვიტყვით, რომ დღეს საქართველოს მართავს არალეგიტიმური რეჟიმი. არც ერთმა რეპრესიულმა კანონმა არ იმუშავა. ყველა რეპრესიული კანონის მიზანი იყო, რომ საბოლოო ჯამში ლეგიტიმაციის შექმნის ილუზია შეექმნათ ივანიშვილის ბანდის წევრებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამიტომაც მათ უწევთ უფრო და უფრო რეპრესიული კანონების მოფიქრება და მიღება და საერთოდ შევიდნენ ასეთ აბსურდში, რომ შეიძლება მიიღონ ბაზა საკანონმდებლო იმისთვის, რომ ყველა განსხვავებულ ადამიანზე შეეძლოთ, რომ უბრალოდ დაიჭირონ იმის გამო, რომ ის ხალხი არ აღიარებს ივანიშვილს და მის ბანდას, არ ცნობს კონსტიტუციის თავზე გადახევას, არ ცნობს გაყალბებულ არჩევნებს. სავარაუდოდ უკვე მომდევნო სასექციო კვირაში გახდება ცნობილი ოცნების მორიგ და ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით უფრო მეტი ინფორმაცია. მანამდე კი ქართულმა ოცნებამ მემაყურებელს შევახსენებ, რომ პირველი მოსმენით დაამტკიცა უკვე კანონპროექტების პაკეტი, რაც გულისხმობს საერთოდ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ქვეყანაში და ახლა უკვე ემზადება, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შეიტანოს ცვლილება, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ აღიარებს ოცნების ხელისუფლებას, მათ ემუქრებიან უკვე პატიმრობით.